მოკავშირე აქვს იოსებ სტალინს, ბერლინის 1948 წლის ბლოკადას და ნატოს დაარსებას. ამ ყველაფერს ამ ვიდეოდან გაიგებთ. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე საბჭოთა კავშირი მისთვის ტრადიციულ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას დაუბრუნდა. სტალინს სურდა კომუნიზმი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა მთელს ევროპაში, მათ შორის კი გერმანიაშიც გაევრცელებინა, ხოლო ვინც კომუნიზმს უარყოფდა და დემოკრატიული განვითარება სურდა, გაენადგურებინა. ასე დაიწყო 1948 წლის ბერლინის ბლოკადა, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპის თავისუფალი ნაწილის გადარჩენას, კომუნიზმის შეკავებას და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ნატოს დაარსებას. 1948 წელს ევროპა ჯერ კიდევ ცდილობდა უკანასკნელი ომის დამანგრეველი შედეგებიდან ამოსვლას. გერმანია დაყოფილი იყო 4 საოკუპაციო ზონად, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ კონტროლდებოდა. აღმოსავლეთ ბერლინი საბჭოთა კავშირის, დასავლეთი კი მოკავშირეების ხელში იყო. მათ შორის დაძაბულობა კი დღითი დღე იზრდებოდა. 1948 წლის 24 ივნისს საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ბერლინს ყველანაირი მომარაგების გზა მოუჭრა. ერთ ღამეში ქალაქის 2 მილიონი მოსახლე სრულ ბლოკადაში მოაქცია და საკვების, საწვავისა და სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვა. საბჭოთა კავშირის მიზანი დასავლელი მოკავშირეების ბერლინიდან განდევნა და იქ ტოტალიტარული სისტემის დამყარება იყო. საბჭოთა აგრესიის წინააღმდეგ მოკავშირეთა პასუხი უპრეცედენტო აღმოჩნდა. ერთი წლის მანძილზე დასავლეთ ბერლინის 2 მილიონი მოსახლე საკვებით, საწვავითა და მედიკამენტებით უწყვეტად მარაგდებოდა საჰაერო გზების საშუალებით. მისიის პიკში დასავლეთ ბერლინში მდებარე ტემპელჰოფის აეროპორტში ყოველ 30 წამში ერთხელ ეშვებოდნენ მოკავშირეთა თვითმფრინავები. ერთი წლის მანძილზე განხორციელდა 277,000 ფრენა და მიწოდებული იქნა 2 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი. ამ ლოჯისტიკურმა სასწაულმა ჰუმანიტარული კრიზისგან იხსნა და სიცოცხლე შეუნარჩუნა დასავლეთ ბერლინის მოსახლეობას. ბერლინის საჰაერო გზით უზრუნველყოფა არ ყოფილა მხოლოდ ჰუმანიტარული მისია. ეს თავისუფალი სამყაროს მიერ ერთიანობისა და სიმტკიცის ჩვენება იყო. მოკავშირეების უპრეცედენტო წინააღმდეგობამ და სოლიდარობამ მსოფლიო დაარწმუნა, რომ საბჭოთა აგრესია შეკავებადი იყო. სწორედ ეს სულისკვეთება და სოლიდარობა გახდა ნატოს შექმნის ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც ოფიციალურად 1949 წლის aprilში ბერლინის ბლოკადის პარალელურად დაარსდა. ბლოკადა 1959 წლის 12 მაისს დასრულდა. საბჭოთა კავშირმა უკან დაიხია. ნატოს საფუძველი, კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპი, სწორედ ბერლინის ბლოკადის შემდეგ ნასწავლი გაკვეთილი იყო. ეს იყო პირობა და პრინციპი, რომ არც ერთი წევრი, არც ერთი მოკავშირე აგრესორის წინაშე მარტო არ აღმოჩნდებოდა.